ეს მგონია რომ ეხა ეს სამდღიანი იყო რაღაცა ირაკლის გაფართხალება. წარმოიდგინე ყველას იჭერენ შენს ირგვლივ. მე პოლიტიკიდან წავედი მას შემდეგ რაც ირაკლი კოდუას ცოლი გავხდი. ეს არის იმიტომ რომ მიშისტი ხარ. გონია რომ ჩვენ ერთმანეთის სიკვდილი არ უნდა გვიხაროდეს. აი აგერ მეცენატია ჩვენი ხელმძღვანელი, თავად ამ ხელა ფონდის ამდენი სიკეთე აქვს ბატონ ბიძინას გაკეთებული. არ უყვარ ხარ ბევრს. ხო. ერთადერთი მანდ ნაკლი რაც არის გოიმობა. ახლა? ხო. რატო გავხსნა სხვა ფონდი? 470,000 თავს ანგარიშზე. ბიჭო, მგონია რომ ძლიერი ტიპი ვარ, მტრად. მე ძალიან ბევრ გოიმურ სიმღერას უსმენ. აი, მაგალითად გიშდები, არ წახვიდე, არ დამტოვო, ხო იცი? აი, რომ ვთქვა ჩემთვის ყველა, აი, რო დავლევ ორჭიქას. ნანუკა, როდესაც ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, დამებადა ერთი კითხვა. ვის უნდა ვესაუბრო? ნანუკას, რომელიც არის ჟურნალისტი, თუ პოლიტიკოსი, თუ აქტივისტი. ვერ გავეცი ჩემს თავს. ბედა ვარ მე კიდევ. მეგობარი ვარ. თუმცა მივხვდი რომ ყველანაირ ნანუკასთან მინდა საუბარი დღეს. შენ თვითონ როგორ დაახასიათებ შენს თავს? გააჩნია ძალიან განსხვავებული ვარ საჯარო სივრცეში. პრინციპში თუ არ ჩავთვლით რაღაც მთავარ ხასიათს, რასაც ვატარებ და რაც პრინციპში ჩემი მთავარი მამოძრავებელი, მაგალითად ენერგია, მაგალითად პირდაპირობა, მაგალითად რაღაც თვისებები, რაღაც საერთო ნიშნები ყველგან არის, მაგრამ პირობითად მგონია რომ ჩემშულებთან მაინც სხვა ფორმატი მაქვს. საჯარო სივრცეში მაინც სხვა ფორმატი მაქვს, გააჩნია ხასიათსაც, გააჩნია დღესაც, მთვარესაც კი გააჩნია, სავსეა თუ არა ამ ბოლო დროს. და რავია, ჩემთვის ყველა ნანუკა ძვირფასია, რაღაც ამ ბოლო დროს მაგ ცხოვრების ისე და პროცესს საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე ძალიან და ეხლა მაგას გავდივარ რომ საკუთარი თავი მიყვარდეს, რომ საკუთარი თავი ავირჩიო ყოველთვის, რომ ვისწავლო უარის თქმა, ვისწავლო პირდაპირ საუბარი, მიკებ-მოკების გარეშე, რაღაც ეგ ეტაპი მაგ ცხოვრების. კიდევ ერთხელ გავმეორდები და გეტყვი, რომ მართლა ასე არ გამჭიროებია მომზადება ინტერვიუსთვის, რადგან და იმდენ სფეროში ხარ და იმდენ ნიშაში ხარ და იმდენ ნიშაზე საუბრობ, რომ მაინც ამოვირჩია ეს სამი ნიშა, ეს არის პოლიტიკა, ჟურნალისტიკა და აქტივიზმი, რომელიც ასე თუ ისე ასოცირდება შენთან და მაინტერესებს ეს სამი როლი შიდა კონფლიქტს არის წვევს შენში. ეგ სამი რა ჩამოთვალე ერთი და იგივეა. ჟურნალისტიკა, პოლიტიკა და აქტივიზმი არის ერთი ჟანრი. ძალიან კარგი რომ ამას მევდები, რადგან შემდეგი კითხვა მქონდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აი მართლა ჟურნალისტიკასა და პოლიტიკას შორის საზღვრები აღარ არის, აი რაღაც პოლიტიკა ჟურნალისტიკაში რო ხარ პოლიტიკურ. მე ხომ არ ვარ საინფორმაციო გამოშვებაში. მე სადაც მაგალითად ვალდებულება მექნებოდა რაღაცა ტიპის ბალანსის. მე საერთოდ არ ვარ ამ ჟანრის ჟურნალისტიკაში. მე ვაკეთებ ისეთ სუბიექტურ გადაცემას, რომელსაც დავარქვი ნანუკა შოუ. ანუ გადაცემას ქვია, რომ ეს გადაცემა სუბიექტურია უკვე. წარმოიდგინე როგორი სუბიექტური უნდა იყოს გადაცემა, რომელსაც წამყვანი სახელი ქვია. ანუ ის იმთავითვე გეუბნება, რომ იქ ყველაფერი ისეა, როგორც წამყვანი აღიქვავს, ხედავს და ასე შემდეგ. სუბიექტურია წამყვანის ხედვა. რაც შეეხება პოლიტიკაში აქტივობას, აქტივიზმში აქტივობას, ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთმანეთზე გადაბმულია. რამდენად სწორია, როდესაც აშუქებ იმ მოვლენებს, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ იყოს სუბიექტური და მიკერძოვებული. დაახლოებით მივხვდი რაც თქვი, მაგრამ ნახე როგორ რაღაცა, მე არ ვაშუქებ დიდი ხანია პოლიტიკას. მე პოლიტიკიდან წავედი მას შემდეგ, რაც ირაკლი კოდუას ცოლი გავხდი, იმიტომ რომ მაშინ ვფიქრობდი, რომ აი ეგ მიჯნარი არსებობდა, წარმოიდგინე მუშაობ კრიმინალურ ჟურნალისტიკას და ის ადამიანი ვისთანაც ცხოვრობ არის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი. აი მე ახლა ჩვენ ამ თემაზე კამათი მქონია კამათი ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანებთან და უთქვამთ რომ აი მე არ დამიკარგავ ჟურნალით რომ აი რანაირად ანუ რას ირჩევ შენ იმ ადამიანს რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და გიყვარს იმ დროს თუ ირჩევ ანუ არ ვიცი მე არ მომეწონებოდა ის ადამიანი რომელიც პროფესიას აირჩევდა საყვარელ ადამიანთან მიმართებაში. მე მგონია რომ ოჯახი უნდა ირჩევ ნებისმიერ შემთხვევაში როცა პროფესიასა და ოჯახს შორის ირჩევდა. თუ ამ არჩევანის წინაშე დგები, მაშინ უნდა წახვიდე იქიდან. ამიტომ წავიდე ვაკეთე ნანუკა შოუ, სადაც ეგ სტანდარტები არ მომეთხოვებოდა. ნანუკა შოუში ეგ სტანდარტი არ არსებობს. იდეაში მე არ ვიცი რა არის, ანუ როდესაც გულისხმობთ ობიექტური, ბევრჯერ მithქვამს ეს და აქაც გავიმეორებ. ობიექტური, არაობიექტური ჟურნალისტიკა. დამისახელეთ ტელევიზია ამ სამყაროში, თუ არა საზოგადოებრივი მოუწყებლობა ნებისმიერ ქვეყანაში,
რომელიც სწორხასოვნად ობიექტურ ხაზს ატარებს. ანუ ობიექტურობა რას ნიშნავს, ჯერ მოდი ამაზე ვისაუბროთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის არსებობდეს ეთიკის ნორმები, არსებობდეს სტანდარტები და ამას ვიცავდეთ. რომ მაგალითად სიტყვაზე, როდესაც არასრულწლოვანს იძალადებენ პირობითად მის სახელით, ანუ რაღაც საერთო ფაბულები არსებობს, რაც საერთო თამაშის წესები, საერთო წესები, რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. საქართველოში არის ასეთი რამ. არის კი. საქართველოში ძალიან მაღალ სტანდარტზეა აი ეს უფლებები, რაც მე ახლა ჩამოთვალე. და ჟურნალისტიკა არის ასეთი ობიექტური. ვერა, იმიტომ რომ ნებისმიერ ტელევიზიას, ისევე როგორც სხვა ქვეყანაში, საქართველოში წყავს თავის დამფინანსებელი. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ობიექტური, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის თავიდან ბოლომდე სახელმწიფო მედია. შესაბამისად, სამწუხაროა, რომ ამ რეალობაში ვართ, მაგრამ ეს არის მოცემულობა. ნანუკა, მინდა გაიხსენო პირველად როდის არა, ერთი წამით. უნდა შევასწარო. კი ბატონო. ჩემთვის მეტნაკლებად, აი, როდესაც მინდა რომ მოვისმინო პირველ რიგში, ანუ ყველაზე სწრაფად და ოპერატიულად ამბავი, ეს არის ტელეპირველი. როდესაც მინდა ვუყურო რაღაც ისეც, რასაც სხვაგან ვერ ვნახავ, ეს არის ნოდარი, შაბათი. ჩემთვის ფორმულა არის საინფორმაციო წყარო, ოღონდ ეს ყველაფერი Facebook-ით ხდება, მე ტელევიზია წლები არ მინახავს. ჩემთვის პუბლიკა არის ნეიტრალური მედია, რომელიც არის ოპოზიციური განწყობით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში დღეს თუ ოპოზიციური არ ხარ ჩემი აზრით, სერიოზული ღირებულებითი პრობლემა გაქვს და მეორე არის რადიო თავისუფლება. ნეტგაზეთი, ონჯი, ანუ არსებობს ამ ქვეყანაში მედია, მაგრამ ყველა ოპოზიციურია მაინც. ნანუკა, მინდა გაიხსენო, როდის მიხვდი, როდესაც უკვე გქონდა შენი შოუ, რომ შენთვის ჟურნალისტიკა უკვე არ არის საკმარისი. სხვათა შორის იცით რა არის? მე არ ვსვამ საკითხს ასე, რომ ჩემთვის ჟურნალისტიკა არ არის საკმარისი. თუმცა ხო ძალიან აი შეიცვალა შენი კურსი და შენი ფოკუსი. ეს იმიტომ არა რომ ჩემთვის საკმარისი არ იყო ჟურნალისტიკა, ეს იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდა. ანუ რაღაც ეტაპები ჩვენ ცხოვრებაში დგება, როდესაც უარს ვამბობთ, შვიდ ცხოვრებაზე, რომელისთვისაც ამდენი წელია ვიღვწვით, ვშრომობთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბოლოს სადღაც 46 წლის მასაკში მაინც შენ საოცრებო სახლში ცხოვრობდე, მშვიდად იყო აუზე, ირუჯებოდე და ასე შემდეგ. ანუ თითქოს აი მიდიხარ იქამდე, ხელს კიდებ ამ ყველაფერს და მე ამბობ, რომ ეხა ამის დრო არ არის. მე ხა ამას ვერ ვიზამ, იმიტომ ამის დრო არ არის. ანუ ეს გადაწყვეტილება რომ სადღაც აქტიური ყოფილიყავი არ მიმიღია იმიტომ რომ ჟურნალისტიკა ჩემთვის საკმარისი არ იყო. ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება და მაიძულა გარემოებებმა და მაიძულა იმ პროცესებმა, რომელიც რუსთაველზე ხდებოდა. იმედია დავბრუნდები ჩემს საოცრებო ცხოვრებაში. იმედია ყველა დავბრუნდებით. რომ როდესაც ჩემი საზრუნავი მხოლოდ გლუტენი და ლაქტოზა იყო. როცა ვიღლები ხოლმე ჩემს მეგობრებს ვეჩხუბები, ვეხუმრები სულ რომ მეგობრებთან როგორ მომენატრა ჩემი ძველი ცხოვრება, როცა მარტო გლუტენზე და ლაქტოზაზე ვფიქრობდი, მაქვს ხოლმე პერიოდები წუწუნის. ნანუკა, საკმაოდ ბევრი ჟურნალისტი ვიცით, რომელიც ასევე რადიკალურად არის განწყობილი მმართველი პარტიის მიმართ. მაგრამ ასეთი მკვეთრი სამიზნე ჯერჯერობით არავინ არ გამხდარა. რით ახსნი ამ მონიჭებულ ყურადღებას შენს მიმართ? ანუ რით ახსნი ამ აღიარებას? კი. ეხლა რაღაცები არის, რაც არ ჩანს საჯაროდ. ხა იმ დღეს ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ რომელიც დიდი ხანი არ მინახავს, რაღაცა უფრო ბავშვობის მეგობარს დავარქმევდი და მეუბნება, რომ აუ ძალიან ბევრს უძლეფო შენო რა, ეს დარტყმას. მეთქი ხა მე შენ მოგიყვები, შენ რას ვერ ხედავ? ეს რასაც შენ ხედავ. მოგიყვები რომ პარალელურად მაქვს 5 ადვოკატი მყავს. ანუ ეს 5 ადვოკატი 5 სხვადასხვა საქმეა. ანუ იქ წულუკიანი საქმე, იქ ვიღაც ადვოკატი მიჩვენს წილის ამბაზე, ამათი ადვოკატი, იქ რაღაცა მისი საქმე, მის რა ქვია, საბოტაჟი, იქ ფონდების რაღაცა, ანუ 5 პროცესი მაქვს. წარმოიდგინე პარალელურად სულ რაღაც ამ პროცესებში ვარ და და მე მეუბნებოდი რომ ხო არ მოიწყინეო და ამ 5 პროცესში წარმოიდგინე, არა 5 ადვოკატი არ მყავს, 6 ადვოკატი მყავს, იმიტომ რომ 5 საქმე ხო არის და ერთ საქმეში 2 ადვოკატი მყავს და პლუს ადმინისტრაციულებს არ გითვლი. ეხლა იქ რაღაცა ჯარიმებს და რა მომეწყრეს თქვა, ჩემმა თითო ადვოკატმა ყოველდღე იაროს თქვა, ანუ მეუბნებოდი იმ მთელი თვე ადვოკატები ჩემთან ივლიან თქო. და სიამდვილეში როგორ ვარ, იცი რა რაღაცნაირად მოვეშვები, მოვდუნდები და მე უცებ ისევ რაღაცა აი შემომცხებს. მე ისევ მოვეშვები. იცი რა, არ ვიცი რითია განპირობებული. მე
მგონია რომ როდესაც რაღაცა ტიპის ხმაური უნდათ რაღაც თემაზე რომ უცებ გავარდეს იციან რომ აგერ ყავთ ნანუკა რომელსაც ან Facebook-ის პოსტის გამო დააჯარიმებენ და მთელი საქართველო გაიგებს ან რაღაცას ისეც ახლა მეც მგონია რომ ეს სამდღიანი პატიმრობაც იყო რაღაცა მათი სპეცოპერაცია იმიტომ რომ მასშტაბი გავრცელების რომ ჩვენ ასე ვაკეთებთ შენ თუ დადგები ტროტუარზე ყოფილიყო დიდი აბა რავი ხა სხვა ანუ სამიზნე კონკრეტულად ნანუკას პერსონა კი არ არის ეს იყო რაღაც ფაქტორი ჩემი ანუ რატო იცი ნახე როგორ არის დაკავების წუთიდან ანუ თუ არ ჩავთვლით იმ არ არის სასიამოვნო ის პირველი ბორკილს რო გადებენ მეორე მესამე ალბათ ტრუხდება რა მაგრამ პირველი მაინც პირველია ყველაფერიც პოზიტიურიც და ნეგატიურიც ნახე როგორ არის როდესაც აი იმ წამიდან როდესაც აი ჩამიყვანეს ქვევით უკვე ჩემი გამოცდილება იწყება რომ ასეთი სასიამოვნო ურთიერთობების მტრების ბანაკში ხვდები გინდა არ გინდა ნებისმიერ შემთხვევაში იქეთა მხარეს აღიქვა როგორც მოწინააღმდეგეს და ყველას ვისაც ფორმა აწვია აღიქვა მოწინააღმდეგე და უცებ წარმოიდგინე რომ ის ბადრაგიც კი რომელიცაც ამდენი ხნის განმავლობაში სასამართლოში არ ბადრაგი არ ქვია სხვა რაღაც ქვია სასამართლოში უყურებდა გონია მონსტრი უცებ ხდება ადამიანი და გეუბნება რომ არის ნერვიულო გადიხარ მოდის პატრული და ძალიან ადამიანურები არიან და ხვდება რომ ანუ ორიენტირებულები რომ შენ კარგად იყო და თავი კარგად იგრძნო მიდიხარ სადღაც იქ ციხეში და საკანში მოდეს დავარქვათ ახლა ციხე ცოტა გადაჭარბებულია საკანში და ხვდებიან არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც მარტო იმაზე ზრუნავენ რომ შენ კარგად იყო ანუ ეგ ხო მე ხა თუ ეს რომ ყოფილიყო, ანუ საპირისპირო სურვილი რომ ყოფილიყო აი პირობითად ბიძინა ივანი, ჯერ მე არ უყურებ ამას ამ მასშტაბში, მე ეს გადაწყვეტილებო თავიდან ბოლომდე ირაკლი ყობახიძეს თვით შემოქმედება იყო, ძალიან ნიჭიერი კაცია და ესე ნიჭიერად მოიფიქრა ეს ამბავი, მაგრამ ანუ პირობითად X-ი დავარქვათ, თუნდაც ბიძნია, რასაც კიდევ ერთხელ მაგ ჭრილში მე არ განვიხილავ ჩემს თავს რა, მაგომში რა, რომ აი რაღაც X-ევით, ახლა თუ მაგალითად მართლა დამაკავებენ, თუ მაგალითად ჩხრეკის ნაწილიც, აი ეგ აბსოლუტურად მისი გადაწყვეტილება იყო. მაგ თემაზე მოგვიანებით ვსაუბრებთ. აი ეს მაინტერესებს. და ეს მგონია რომ ახლა ეს სამდღიანი იყო რაღაცა ირაკლის გაფართხალება. შესაბამისად, ნახე როგორ რაღაცა ეხლა მე ვფიქრობ რომ კაცო თუნდაც რომ შენ პრესში იყო ისე იზავენ რომ აქ 100 არ იყო რა ანუ 100 არ იყო რაღაც რა ანუ იქ ის კი არ იყო დავალება რომ ნანუკას კარგად მოეკეცით არ იყო არანაირი დავალება და ეხლა იქ რომ ბადრაგი ხედავს ასე ყველას ასე ექცეოდნენ იცი რა არის მე მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პერსონალურ დამოკიდებულებებს აი მაგალითად სიტყვაზე შესმემართ ქონდათ კეთილი განწყობილი აი ნახე რა ჩემი ახლობელი დაიჭრა პოლიციელებმა ვინ დაიჭერდა მაგრამ სხვა რამეს ხსნა გზაში ეუნება ახლა ეს ერთი მეორეს რომ ნანუკამ ორი პოლიციელი შვილი გადაარჩინა მოქმედისა ანუ ეს ხო მან ხო იცის ანუ იქ მეზობელი ყავს იქ ვიღაც ყავს ახლა იმ დღეს მეუბნება ერთი რომ ჩემო მეზობელმა შემოგითვალაო სტრუქტურაში მუშაობს რა ვიღაცა ბებო დახმარები ხარ რომ დღემდე ვერ გავიხსენებ ისე მესაუბრებოდ ანუ ის რომ ნანუკას ფონდი იყო, ყველას ფონდი ვისაც უჭირდა, ქოცი იყო თუ ნაციონალური მოძრაობა იყო თუ ლელო იყო თუ გახარი იყო, ამის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ანუ საბოლოო ჯამში საქართველოს ძალიან პატარაა. საბოლოო ჯამში ყველა მიცის ის ვიღაცის სოფლი, ის ვიღაცის მეგობარია, ის ვიღაცის ის არის, თანასოფლე, ყველა მიცის რომ ამ ფონდის კეთილდღეობით უსარგებლია ყველას პოლიტიკური კუთვნილების მიხედვით და ეს განსაზღვრავს მის კეთილგანწყობა შენს მიმართ, რომ იქ კრიმინალი არ შეხვედი, მონსტრი არ შეხვედი, ზრდილობიანი ხარ, შენ თვითონ პატივს ცემ და მოწიწებით ესაუბრები, არ ეჩხუბები, ხვდება რომ პატივს ცემ, როდესაც ესაუბრები და ანუ რატო უნდა გერჩოდეს? იცის რომ სამდღეში უკან გახვალ და აი რა мотиваცია უნდა გქონდეს ახლა თუ შენ სხვა მიდგომა გაქვს მის მიმართ ან იწვევ ან რაღაცა იყო რაღაც გარკვეული დისკომფორტები რომ შევდიოდი რომ ვფიქრობდი რომ აი მაგალითად რომ ვიცოდი ელენე როგორ გააკავეს გახთის დროს და მის დროს და ვფიქრობდი ახლა რომ ანუ თუ შეიძლება ახლა ეგ გამოცდილება როგორი მექნება რა ანუ სხვა იყო ჩემი გამოცდილება ხვდები აი რო ხვდები რომ ადამიანი ამ რაღაც შენს პირად ზღვარს ძალიან იცავს აი ძალიან და ახლა მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას რომ გამოვიდე და რაღაცა სხვანაირად მოვყვე არასწორია იმიტომ რომ იმ კაცს ქუჩაში რომ შემხვდება იმ ბადრაკს გებს ცვლებს სამიცვლა იყო ჩემთან იმ ექიმებს სამიცვლა იყო თვალებში უნდა შევხედო რომ უნდა უთხრათ და არ უნდა ეხა რომ მიყურებს არ უნდა იფიქროს რომ ეს მიყოფილა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ადამიანური და ან იგივე პატრული სამი პატრული
ისეთი საყვარლები იყვნენ ეს პატრულის თანამშრომლები, გოგო იყო, ჩემს გვერდით გოგო იჯდა. ყველა მოძრაობაში რო ეტყობოდათ, რომ ანუ მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ მე თავით სუათ არ მეგრძნო. ანუ ყველაფერს რო აკეთებ, რომ თავით სუათ არ აგრძნობინოთ. ახლა სხვანაირად ვერ მოვყვები რა. იმიტომ რომ არ ვიცი, ესე იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თათია მექვაბიშვილი გამოვიდა და ზუსტად იგივეს მიყვებოდა, რომ აი ვერ წარმოგიდგენია რა განწყობა იყო. შეიძლება ეს პერსონალური განწყობები მუშაობს რა, რომ იქ რო გიყურებს ახლა ის რო ოთხშაბათს დაჯდება და თავის ცოლთან და შულთან ერთად რო შეგხედავს, რომ შეიძლება ფულიც აქვს ფონდში ჩარიცხული, რომ ვიღაცა გადაერჩინა. და რომ გიყურებს და ამას რომ ახსოვს და რომ გიყურებს, ანუ ვერ გექცევ, ანუ ვერ გიყურებს როგორც მხარეს რა. მაშინ ელენეს შემთხვევაში რატომ მოხდა? ელენე პოლიტიკოსია ჩემი აზრით. და მაგიტო, ანუ ელენე პოლიტიკოსია თვითონ შეუპოვარია და მე მაინც არ მიუხედავად იმისა აქტიური ვარ, მე ესენი ხო არ აღმიქვავენ როგორც პოლიტიკოს და ანუ კი ნაცად აღმიქვავენ და სულ ამბობ რომ მე არ ვარ ნაცი. მე არ ვარ ნაცი, სულ ამბობ მე ვარ მიჩისტი. ანუ გამიჯნეთ ძალიან გთხოვთ. ეს ამბავი ჩემთვის ორი სხვადასხვა რამ არის. ხო, ალბათ ეს არის რაც გავლენას აღებს პატაზე მაგალითად ბურჯულაძეზე რა. მე ვიცი რომ არის საოცრად კეთილ განწყობილი დამოკიდებულებები. იმიტომ რომ ეს კაცი ამდენი წლის განმავლობაში სხვა ნიშაში, სხვა შინაარსში ახსოვთ და ძალიან ბევრი კარგი და ხა ეს ხო მოქმედებს რა შენზე რა რომ როდესაც გახსოვს რომ ადამიანს ბევრი კარგი უკეთებია, აი მაგალითად სიტყვას, აი ტალახაძეს, ამდენი ხანი რომ გულშემატკივრობდი, რომ კომაგობდი, რომ ამაყობდი, რომ რაღაცნაირად ისე ვერ ექცევი როგორც პირობითად ვოლსკის ან ხო მივხვდი ეს განწყობები ხო ძალიან მუშაობს რატომ არის ამდენი ისეთი ადამიანი რომ შეყარეს იქ ამდენი სპორტსმენი ამდენი წარმატებული ამდენი მედალოსანი რატო იმიტომ რომ ეს მუშაობს განწყობებზე რამდენადაც იმდენად ცუდია ანუ პოლიტიკაში რა გინდა წადი აკეთე შენი საქმე ფიქრობ მაგრამ აი მასებზე პოზიტიური გავლენის მოხდენის უნარი ამ ფაქტორებს აქვს რა. ნანუკა საიდან დაადგინეს 3 დღე? რატომ არა 15 დღე ან 2 დღე, ხო ეს 73 არ ვიცი ეს რაღაცა მუხლია და ნახე რატო ახლა არ უნდა 15-მდეა. ხო 15-მდე, მაგრამ 15-მდე პრეცედენტი არ ყოფილა 2 დღეანია, 3 დღეანია და 2-3 დღეანში მუშაობ. 2-3 დღეანში რაღაცა რა გითხრა რომ ხა განსაკუთრებული რეცეპტია თქო არა. გავრცელებული ჩრეკის კადრები, რომელიც შენ იღებდი და მაინტერესა რას ეძებდნენ და რა იპოვეს. ყველაზე უცნაური იყო რომ მე მაქვს ჩემი არაჯანსაღი დამოკიდებულება დაალაგებული სახლის მიმართ. ანუ ძალიან არაჯანსაღი, ანუ არ არის დიაგნოზს ვერ დავსვა, მაგიტო ვარ ფრთხილი სიტყვები შეჭავს და მაგრამ გადამეტებული ეს ობსესია. არ არის მაგას გულისხმობ თლათ, მაგრამ აი გადამეტებულად მაქვს, იმიტომ რომ რატო არ არის გეტყვი, იმიტომ რომ შემიძლია რომ თუ მაგალითად მოვდუნდი და მოვეშვი, ისეთ სახლი დაგახვედრო რომ ჩემ ტერს იქ ვერ იპოვი ვერაფერს, ვერც ტანსაცმელს ვერ გაარჩევ, წინ ვერაფერს ერთმანეთსგან ვერ გაარჩევ. მაგრამ ჩემი ცხოვრების 90% შედგება წესრიგისგან. ხანდახან უბრალოდ ამ წესრიგს ვარღვევ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემ თავი მოვადუნო. დასვენება გესაჭიროა. ხო, ზუსტად. და ეს დამოკიდებულება მაქვს აი ამ რაღაცა და ანუ ჩემი ცხოვრების ეს 90%-ში მოვიდნენ, როდესაც ძალიან გაწკიპინებული სახლი მქონდა და კიდევ კარგი რომ იმ 10%-ში არ მოვიდნენ, როდესაც ყველაფერს ვრე. ანუ გავუმარტივე ძიების პროცესი. არა, გავურთულე. ეხლა ნახე რატომ? იმიტომ რომ არაული სახლის არევა მარტივია. და ეხლა ესენი ძალიან ჭკვიანები მიხვდნენ ფოტოებს და ვიდეოებს რო ვიღებდი, რომ მინდოდათ დამედო, ჯერ დაალაგებული სახლი და მერე როგორ ამირიეს. მაგრამ აბარაქნეს, არ ამირიეს. შესაბამისად. ჭკვიანურად მოიქეცი. შესაბამისად რაღაცებს რო ეძებდნენ, მერე ისევ ასწორებდნენ და ამას ხო დრო მიქონდა, რომ ისევ თავისად 7 საათი, ხო? ხო. არაფერი, რაც უნდათ მაშინ მოიპოვეს კომპიუტერები, ჩემი არ მაქვს კომპიუტერი. კი ბატონო, რა იპოვეს იმ კომპიუტერში, რაც წაიღო? არ ვიცი, ამ დრომდე წაღებული აქვს, მე მგონი არც გაუხსნიათ. საბას კომპიუტერში რა უნდა იპოვონ, ახ ბავშვის კომპიუტერში რაღაცა არც ვიცი. ანუ უმიზეზოდ იყვნენ მოსულები. არა, უმიზეზოდ არ იყვნენ, ფონდს ფონდის. რაღაცას ეძებდნენ ალბათ. წარმოედგინათ, რომ მე ჯერ ერთი ისეთი უგუნური ვარ, რომ ამ ბრძოლაში შევედი ისე რომ მათ შეეძლოთ რამის პოვნა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ. და შემდეგ შეეძლოთ ამ რამის პოვნა ჩემთან სახლში. ანუ
აი მაგალითად რა აი არაფერი. ინვოისი რა არა, არც ამოთები. სეიფი უნდა დათ. ხო. პირველად ვკითხე სეიფი იყო. ბაჩვენა. და всё, რავი, არაფერს ესეც განსაკუთრებულს არ ეძებდა. ეგეც ჩემი ეს მე ვიყო პირველი. ჩვენ ვიყავით ფონდის ვისთანაც ესე ჩხრაკვე ჩევიდნენ და ჩხრეკვა იყო ძალიან ისეთი გრანდიოზული მასშტაბების. იმდენი პოლიციელი იდგა, მეთქი აქ რა ხდება. პოლიციელი კი არა, ნუ მართლა ათობით არა, რომ მეტი ძალიან ბევრი იყო. ანუ ერთადერთი მგონი მხოლოდ სახანძრო არ ალბათ 150-200 კაცი იყო რა, ის ძალიან ბევრი იყო და ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომ აი რომ შემოვედიოდა რომ ვნახეო, აი მანდ ვიფიქრეო რომ მე მგონი იჭერენო. მაგრამ ეხა ეგ ძალიან ცხადი იყო რა. დრისთვის დაჭირდათ ნანუკასთან 150 კაცის გაგზავნა. საჩვენებლად, როგორც ახლა ეს საჩვენებლა. ჩემ ეს ნანუკა ყველა შემთხვევაში გამოყენებული არის ხოლმე საჩვენებლად. როგორც პიარს გიყენებენ. ხო. რაღაცის, აი რაღაცა რომ უნდათ რომ გაუვარდეთ, აი ნანუკას იყენებენ. ყოველთვის ღიმილით ვუყურებ, როდესაც საუბრობ შვილებზე. თუმცა აი მარიამზე რომ ვისაუბრო, აი მარიამს აღვიქვა უფრო როგორც შენს მეგობარს და მთავარ პარტნიორს, აი რაღაც ესეთ ადამიანს. მაგრამ აი როცა საბაზე იწყებს საუბარს, აი სულ აი ახალ შეგეცვალა სახე. აყო დროიცა და ორივე შვილია. ანუ მაგ რასაც შენ გულისხმობ მაგ ნაწილში ორივე შვილი. საინტერესო რამ იყო როდესაც ვემზადებოდი აღმოაჩინე ესეთი მომენტი, ერთ-ერთ გადაცემაში ამბობდი, რომ საბას ესაუბრებოდი. საბა, დაიმახსოვრე, შენ ხარ პოლიციელის შვილი. შენი მამა არის გენერალი ნაუმარი პოლიციელი და ამ სახლში არ შემოვარდებიან როგორც კრიმინალთან. რა შეიცვალა იმ დღის შემდეგ თქვენს ოჯახში? ვამშვიდებდი ესე და ოღონდ ეს იყო სწორი სიტყვები. იმიტომ რომ მე მართლა მგონია რომ ნებისმიერ პროფესიის ადამიანები განსაკუთრებული სოლიდარობა აქვთ საკუთარი პროფესიის მქონე ადამიანებთან. მე მართლა მგონია და მჯერა რომ იმ სახლში ეგ ფაქტორი გათვალისწინებული იქნებოდა, იმიტომ რომ წლების განმავლობაში უამრავ ადამიანთან მუშაობთ. ჯერ ისედაც ეგ ფაქტორიც რო არ იყოს ჩემთან როგორც კრიმინალთან რატომ უნდა შემოვარდნენ ახლა. ანუ უბრალოდ ისეთი სურათი იყო იმ მართლა, როდესაც ვუყურებდი რომ ემზადებოდი ანუ ესეთი ვიყავი რომ რა ხდება ხალხო მაგრამ მაინც მგონია რომ არა და მეორე იმიტომ რომ საბას აქვს ძალიან ისეთი ასაკი ფრთხილი ეხლაც რო წავედი პროცესზე ანუ არ ველოდი პატიმრობას იმიტომ კი რომ იმ დღეს არ ველოდი გამოცხადებას და ძალიან მომზადებელი წავედი და მთელი ის რაღაც მესმის რომ ძალიან ცოტა დრო 3 დღე მაგრამ მთელი ის პერიოდი რაც იქ ვიყავი საბაზე ვფიქრობდი იმას რომ ნეტა ამეხსნა ნეტა მეთქვა რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო იმიტომ რომ მისი პრეტენზიაც ეგ იყო რომ ეთქვა ჩემთვის რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო რა არ დაუშვა რომ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო ანუ ძალიან სამართლიანი და ობიექტური პრეტენზია ჰქონდა და ხო მინდა რომ საბას თავმოყარებას არაფერი არ შეეხოს და იცოდეს რომ საბა უნდა იცოდეს რომ ეს სხვა ბრძოლა აბსოლუტურად და ეს არ ეხება მას და ეს არ ეხება აბსოლუტურად არაფერს ჩვენსას ანუ არ ჩვენს ოჯახს ეს არის ჩემი პერსონალური ბრძოლა რომლის არჩევანსაც საბა ეგოისტობაში მithulis სხვათა შორის მარიამს უფრო ესმის საბა თulis რომ მე ეგოისტი ვარ იმიტომ რომ არ ვფიქრობ მასზე შენ არავინ მადლობას არ გეტყვის მითხრა იმ დღეს და შენ არავინ არაფერს არ დაგიფასებს მეუბნება 17 წლის საბა და ძალიან გაოგნებული ვუყურებდი რაღაცა ეს რო გამოვედი მითხრა რომ შენ რა გონია რომ ვინმე მადლობას გეტყვის ნახეო როგორ გაიცი პასუხი მოკითხვაზე ძალიან გაოგნებული ვუსმენდი და ძალიან მართლა გულწრფელად ვუთხარი რომ მადლობისთვის ვაკეთებ თქო შენ მე ეგრე მიცნობ თქო არაო შეხედეო ის შენი ვითომ შენი ტიპებიცო რა ერთად რო იბრძვითო რა ნახეო როგორ ჩასაფრებულები არიანო შენზეო საბა მეუბნება და ერთ შეცდომას არ ყვატიობენო კოცები კი არაო აი ის ტიპებიო ვინცო ვითომ თანამებრძოლები რო ხართო რა და აქო ვისთვისო თურისთვისო და მე საბას აუხსენი რომ საბა სანამ პატიმრები ციხეში არიან მე დავდე პირობა რომ სანამ თქვენ ხართ ციხეში არ გავჩერდები და მეთქი აი შენ თქო ეხლა რომ მე ეს პირობა დავარღვიო შენ მოგეწონები თქო აი შენი შეგნებით შენი აღქმებით ცხოვრების მიმართ შენ მოგეწონება თქო ის დედა რომელმაც ამხელა საჯარო განაცხადი გააკეთა იქ მყოფ ადამიანებს რომლებიც აბსოლუტურად შემთხვევით აი არ ვიცი ნებისმიერი ჩვენგან მარიამი შეიძლება და იყოფილიყო მე ვთხარი და მივეცი ეს პირობა და მე გავდივარ მეთქრა შენ თქო მოგეწონებოდი თქო ამ როლში თქო ხო და მე თვითონ იცი რა არის
მე სულ ვცდილობდი რომ საბა გამერიდებინა ამ სიტუაციისგან. მარიამისგან განსხვავებით. მარიამზე ამას ეს ვცდილობები არ მქონდა. და ოღონდ ეს იყო გაუაზრებელი. აი რომ გეკითხა შენ რატო იბრძვი ამისთვის რომ საბა იყოს შორს ამ პროცესებისგან. იმ წუთას გულწრფელად აი რა მე რო გითხრა რომ ერთ დღეს დავჯექი და ვიფიქრე, არ არის ეს სწორი. და იმ დღეს ამ დიალოგში საბა მეუნება და მეთქი შენ თქო არ გაინტერესებს ეს თემები. ხო, არ მაინტერესებს ეს თემები, იმიტომ რომ მე ყოველთვის ჩემ გვარს წამომაძახებენო. მე რომ დავინტერესდეო ამ ცხოვრებით, ანუ ამ თემებით, ამ კონტექსტით შენი ცხოვრებისო. უნდა მაძახო მამიჩემს გვარიო და მე უნდა ვიმართლო თავიო, ხო? და თანო მეუნება ისევ. ამ გვარსო შენი თანამებრძოლებით წამომაძახებენო. მარტო კოცები კი არაო, ანუ ჩემი 17 წლის შვილი უყურებს რომ ვიბრძვი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებთან, არამედ იმ ადამიანებთან, ვისთან ერთად ძველზე ვარ და არ ესმის. და მაგიტომ მეუბნება რომ ამიხსენი და მე ვცდილობ დავანახო ცოტა სხვა ჭრილში, რომ რაღაც ცხოვრების ეგ ფრაგმენტები ოკეი არსებობს, მაგრამ თავარი ეგ არ არის. ანუ შეეშვი იმას და დაინახე აი ეს და ბუთლი აი ეს ადამიანები დაინახე. და ეს არ არის გადაწყვეტილება, ჩემი აქტიურობა არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც სახლში მიგებენ. მე მახსოვს ერთხელ და დაჯესთან მქონდა ადრე დიალოგი და დაჯი მითხრა ერთხელ ეგეთი სიტყვები, მაშინ გავოქმდი ძალიან სწორ რაღაცებს დამაფიქრა, რომ შენ გიფიქრიაო იმაზეო, რომ ჩვენ არ აგვირჩევიაო, ამ გამადიდებელ შუშაში ცხოვრებაო. ჩვენ არ აგვირჩევიაო, რომ ჩვენზე ილაპარაკონ, ხელი გამოიშვირონ, მამა შენი საბუთები ქეკონ, ფინანსური დეკლარაციები ქეკონ, ანუ შენი ძმა სულ იყოს რაღაც ობზერვაცია. ანუ ეს ჩვენ არ აგვირჩევიაო, შენ აირჩიე და ჩვენ ყველა იძულებითი არჩევანი გვაქვს. და რაღაც ეტაპზე იაზრებ, რომ მართალია. შენი შვილებსაც იძულებით არჩევანი აქვს. აი რაღაც ეტაპზე ხა ჩემ შვილ მარიამს აქვს ტაიმაუტი. და ამ ტაიმაუტს ვერ ვეგუები. იმიტომ ვერ ვეგუები, რომ მგონია რომ ჩემმა შვილმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, აი ძალიან მომწონს მარიამი. მომწონს ფაქტურით, მომწონს თავისი ხასიათით, მომწონს თავისი, აი საოცარი გოგოა. აი მარიამისნაირი რომ ვიყო, მე პოლიტიკაში წასვლაზე ვიფიქრებდი. ანუ თავის ყველაფრით, აბსოლუტურად რაც გააჩნია. ანუ ჩემს არის ძალიან კარგი ფაქტურა. და ახლა რა აქვს ტაიმაუტი აღებული ძალიან ობიექტური მიზეზების გამო. გათხოვდა რა. აი გათხოვდა და უნდა რომ ცხოვრება შეირგოს მაგ კუთხით. უნდა რომ დილით არ იღვიძებდეს. უნდა როცა უნდა იცინებდეს, როცა უნდა იღვიძებდეს. უნდა რომ და ყველას აქვს ამის უფლება 29 წლისაა, პატარა ხო აღარ არის. და რაღაც ამდენი წლის განმავლობაში სადღაც იყო აქტიური იბრძოდა. ეხლა მის ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, რომ გათხოვდა და აქტივიზმთან, როდესაც ცხოვრდები და ახალი გათხოვილი ხარ, ამას ვერ ალაგებ. რაღაც ეტაპი მაინც გჭირდება, რომ იქ გაუმკლავდე, რაღაცა ტიპის შენობის მშენებლობა დაიწყო, ამოაშენო, რომ არ დაგენგრეს და ამას პარალელურად ვერ შვები და ვუგებთან მესმის, იმიტომ რომ მე და მარიამი ძალიან ერთნაირად გავდივართ რაღაცეებს ხოლმე ცხოვრებაში. მაგრამ თან მენანება, ანუ ის მეორე მარიამი, ისე მენანება და თან ძალიან მომწონს. აი ამ წინა ფრონტზე მომწონს, მისი ეთერები მომწონს და თან მინდა იქ და თან ვუგებ და თან აი საბას ნაწილში და ანუ იმის თქმა უნდა რომ ამ ბოლო დროს ისეთი ტიპის გააზრებები მაქვს და რაღაცად ისეთი ამბების წინაშე დავდექი, აი მარიამის ამბით, მე ამ საბას გააზრებებით და ამ საბას გაზიარებებით, რომ ანუ აღმოვაჩინე, რომ რაღაცა ტიპის ხო, აი მე მივიღე გადაწყვეტილება რომ ცხოვრებას უნდა ვიცხოვრო და ვაიძულებ ყველა ჩემს ირგვლივ, რომ ამ ცხოვრებით უნდა იცხოვრო. გაწუხებს ეს? არა, კი არ მაწუხებს, მე რა ვქენი, იცი? რომ მივხვდი რომ არ უნდათ, რომ ამ ცხოვრებით იცხოვრონ. კარგით, ვუთხარი, მე თქვენ პატივს გცემთ. თუ არ გინდათ, ნუ გინდათ. იყავით სადაც გინდათ და წავედი და დავიწყე იმ ადამიანების ზებნა, ვისაც უნდათ რომ ამ ცხოვრებით იცხოვრონ. ანუ მივხვდი რომ რაღაცა ტიპის ანუ რაღაც მოწამლული ვარ რა და ან მეორეა რომ მე სხვა რამის კეთება არ ვიცი და არ მინდა. ანუ ეს არის რისი კეთებაც ვიცი და მინდა და შესაბამისად ახლა ვცდილობ ვიპოვო აი უმრავლესობა რატო გავაკეთე პლატფორმა. ძალიან მომწონს. ხო, აი შესაბამისად წავედი და სხვის შვილებს დაუწყეძებნა, რომლებსაც იგივე ინტერესები აქვთ. რომლებსაც უნდათ იმის კეთება, რის კეთებაც მე მინდა. და მე ჩემი თავის რეალიზება იქ ვიპოვა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ რეალიზება. მგონია რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვაგრძნობინებს, აი ეს მოძრაობა, ჩვენი ინტერესების ირგვლივ რა ჩვენ გვაინტერესებს, გვაგრძნობინებს, რომ ცოცხლები ვართ რა.
რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დააყადაღეს ფონდი? ჩემი აზრით გაგიკვირდებათ ახლა რასაც გეტყვით, მაგრამ გურია. ეხლა ნახეთ რატო? იმიტომ რომ და ალბათ ის რომ ისინი ფიქრობდნენ რომ მე ეს ფონდი მაძლიერებდა ძალიან რეპუტაციულად. მაგრამ ახლა ისინი ხო ვერ წარმოიდგენდნენ იმას რომ მე ამ ცელკეკეთებას მაინც გავაგრძელებდი, იმიტომ რომ მოდი შევთანხმდეთ რომ მათ შორის ჩვენს რიგებშიც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც წავიდნენ. ახლა ხო იყო გილაურის ფონდი, ნიკა გილაური დაუყადაღეს და ტიპი გავიდა რა თამაშიდან რა. და რა ვიცი ხა რატო გონია რომ ნანუკა იგივეს არიზამს ის ნანუკა რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ხადაგებს რომ მე ჩემი საოცრება სახლი ვიყიდე კიპრზე, მინდოდა დასვენება, კაი ცხოვრება, რუჯი, ძალიან იაფიან ქვეყანაში, კარგი ჭამა, კარგი სმა, ლარნახევრად და ეს ყველაფერი გავაკეთე იმიტომ რომ მე მინდოდა ტკბილი სიბერე, კი ვარ უკვე 46 წლის და ფიქრობ რომ წავა რა. წავა აგერო 70 ლარი ღირს ბილეთი თუ აიღებო ცოტა უფრო ადრე და წავა ამ კიპრზე და თან ახლა ამ ადამიანებმა ხო იციან მე მანამდე როგორ ცხოვრობდი და ჩემი 6 მიდან რა ქვია ჩემი ცხოვრების ნახევარს ვატარებდი კიპრზე მართლა არაფერში ჩართული არ ვიყავ და შესაბამისად რომ მე ნახა ის ახალგაზრდები რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ ანუ თავის მახსოვს პირველი ბავშვი რომელზეც ეს დახრთოვანება მქონდა იყო ლუკა ნაცვლიშვილი მე მოყვა ზვიადი ცეცხლაძე შემდეგ უკვე მოყვნენ ის ბავშვები ვისაც თქვენ დღეს უმრავლესობაზე ხედავთ და შესაბამისად ანუ ესენი იყვნენ ის ტიპები რომლებსაც თქვენ რომ ანუ აუ აქ რაღაცა ღირს რა აქ შესვლა ღირს ამათ გამო შესვლა ღირს და ისინი ალბათ ფიქრობდნენ რომ ჩვენ რო დავაყადაღებთ ახლა ამას ეს წავა ერთი ეს გათვლა შეიძლება დაყოფილიყო მეორე ის რომ გურიაში ჩვენ ხელისუფლებაში ჩვენ ხალხმა და ფონდმა მოუგო 100 ნული როგორც ახლა მაგალითად დიუშენის ბავშვებსმა რაც გააკეთეს ილეაუნელებმა ანუ საოცრება გაუკეთეს ქართულ ოცნებას და ნახეთ როგორ ფორმირება მოხდა შეიცვალეს დამოკიდებულებები. შესაბამისად მაშინაც ეგ იყო ტიპები ჩასულები არ იყვნენ გურიაში. არც ერთი არ იყო ჩასული გურიაში, არჩილ თალოკვაძე, ძვირადღირებული ბურანიც თუ რა ქვია, სრიალები რაც ქვია. და შესაბამისად როგორც კი ნახეს რომ ხალხი ჩავიდა, წავიდნენ ბავშვები იქაც ახალგაზრდები და არა მხოლოდ უნდა დავაფასოთ ეს და ყველანი მთელი საქართველო გაერთიან და შეგროვდა 1,200,000 მთლიანად ხო ფონდის ათქნა და წაბრძანდნენ შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩემი აზრით გურია აღმოჩნდა ის რომ არა ეს უნდა გავაჩეროთ ახლა. რატო ახლა გეტყვი? იმიტომ რომ ხო შეეძლო პროკურატურას ეთქვა ჩემთვის რომ გაგვეფორმებინა მემორანდუმი რაღაცა ტიპის თუ არ ვიცი რა ქვია მაქსაბუც და ეთქვათ რომ შენ არ აფინანსებ პატიმრებს, არ აფინანსებ ამას, მაგრამ ამ ფონდს აქვს ბავშვების გადარჩენის რესურსი, ჩვენ ვართ კეთილები, ქართული ოცნება ვართ კეთილები. აი აგერ მეცენატია ჩვენი ხელმძღვანელი თავად ამ ხელა ფონდის ამდენი სიკეთე აქვს ბატონ ბიძინას გაკეთებული და შესაბამისად ჩვენ ვერ წავალთ სიკეთის წინააღმდეგ და შენ ანუკა გიტოვებთ უფლებას ბავშვები გადაარჩინო და მოაწერე ხელი ან გააკეთე საჯარო განცხადება რომ მაგალითად პოლიტიკურ ხარჯებში არ შეხვალ პოლიტიკური ხარჯი ახლა აქცია ესეთ და დანარჩენი რავი დააფინანსე სტუდენტები ნისიები სკოლის ბავშვები რეფორმები რა ქვია ანუ დანარჩენი ესეთ სოციალური პრობლემები დააფინანსე აი მას ხო დამიტოვებდნენ მაგრამ არ დამიტოვეს რატომ ვერ იხსნით და ვერ ხსნით ამ ფონდს ყადაღას რა არის საჭირო ირაკლი ყობახიძის ნება ანუ ახლა რომ საბუთები მიუტანა რომ მართლა საქველმოქმედო ფონდია იციან ყველაფერი იციან შესწავლე ჩემი ფონდი არის შესწავლილი როგორ იცი აი ვერ წარმოგიდგენია როგორ არა ეს ყველაფერი იციან უბრალოდ ირაკლი ყობახიძის გადაწყვეტილებაა რომ არ გახსნის ამ ფონდს იმ ყველაფრის გათვალისწინება შეიძლება აი ნახე მიფიქრია მაგაზე სხვა ფონდი რო შევქნა რა აზრი აქვს იმასაც დამეყადაღებენ ის ფონდი ხო ნანუკას დაუყადე თან რატო გავხსნა სხვა ფონდი 470,000 თავს ანგარიშზე ხალხის ფული იმ ხელისუფლების მიერ დაყადაღებული რომელიც სადაც სახში ოქროზოდები უდევს და ახლა რავი რატო დაუთმოთ ეგ როდესღაც ხო გაიხსნება ეგ ფონდი რა დაასახელეს მიზეზად და რო გამოვიდნენ პირველად და რომ ეს პოლიტიკურ ხარჯებს ვეწევოდი და მაგალითად რა რო ყიდულდი ჩაფხუტებს იქ რაღაცებს პოლიტიკური ხარჯი იყო ანუ ბავშვებს რო უყიდო პირბადე მაგალითად არ შეიძლება ხო არა როდესაც გავიგეთ და საზოგადოებამ გაიგო რომ გიჭერდნენ საკმაოდ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი პირველი კითხვა
იყო ისეთი ადამიანი, ვისგანაც გაგიკვირდა მხარდამჭერი კომენტარი. იცით რა, მე არ გამიკვირდა ეკასგან, ახლა ეკა ყოფერასგან მხარდაჭერა გავუკვირდათ ჩვენი ბაბლის ტიპებს, თორემ მე არ გამიკვირდა, მე ეკას ვიცნობ. და ხო, ეგეთია ეკა ყოფერი. ჩვენ წლებით და მე რუსთავიორში ეკას ხელში დავიწყე ყველაფერი. ეკა იყო ის ადამიანი, რომელთანაც პირველად შევხვდი ეროსიმ რომ მიმოყვანა რუსთავიორზე და ეკას ხელში ვარ გაიარა ყველაფერმა ჩემმა და ჩვენ ძალიან მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს და ადამიანური პატივისცემაზე დგას ჩვენი ურთიერთობა, რაც მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაზე მაღლა დგას. და შესაძლოა არ გამიკვირდა. იყო რაღაც სტატუსები, რაც ძალიან მესიამოვნა, უგულწრფელად გეტყვით. აი, მაგალითად ალექსანდრე პაიჭაძეს არ ევალებოდა, არ არის პოლიტიკაში ალექსანდრე საერთოდ. და გამეხარდა, ძალიან გამეხარდა, იმიტომ რომ ვაუ, ვიფიქრე cool, მაგრამ ნუკისგან არც გამკვირები, ანუ ვინმე არ გამომრჩეს. ერთადერთი ალბათ ვისგანაც ველოდი და გამიკვირდა რომ არ დაწერა, ორი ადამიანი იყვნენ. ნანუკა გულუა, რომელიც ჩემ მეგობარია. ნანუკა არის ჩემ მეგობარი. ნიკა წულუკიძე არის ჩემ მეგობარი. ჩვენ მეგობრობთ. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად გავიარეთ, გამოვიარეთ, შევიარეთ, შემოვიარეთ, ვიცინეთ, ვიტირეთ წლების განმავლობაში. ნუ ალბათ იმიტომ რადგან ნიკა მერთხელ მომწერა ჩხრეკაზე რა შემოვიდნენ ჩემთან, ჩხრეკაზე რა შემოვიდნენ, ნიკა მომწერა ინბოქსში წულუკიძემ. და მივწერა ესეთი მესიჯი რომ საჯაროდ როდის დაწერთ თქო, როცა დამიჭერენ თქო? მე დაწერ საჯაროდ რომ არასწორია ეს ყველაფერი თქო? იმიტომ იქ ინბოქსში იყო ეგ პათოსი რომ როგორი შეწუხო, როგორი არასწორი და რა სიგიჟია რაც ხდება. აღშფოთებული იყო ამით და ამ აღშფოთება საჯაროდ როდის დავინახა, როცა დამიჭერენ თქო? და არა მოშთა საკმარისი ჩემი დაჭერა. იმისთვის რომ ნიკას რაღაც ეთქვა. აი ნანუკა გულუას რაღაც ეთქვა. იმიტომ რომ იმიტომ ხომ არა რომ გაგიხარდა იმედის დასანქცირება. არა მგონია რომ ჩემთან ნანუკას ურთიერთობა იმედის დასანქცირებაზე არ გადის. არც ჩემთან ნიკა წულუკიძის ურთიერთობა იმედის დასანქცირებაზე არ გადის. და ისინი რო დაიჭირათ პირობითად იმედის თანამშრომლის სტატუსით, ანუ რადიკალურად სხვა პოზიციაზე მყოფი. აუ ყველაფერს გავაკეთებდი რა, იმიტომ რომ მე როცა ვფიქრობ რომ ადამიანური, აი მაგალითად რა, ბასლას გარდაცვალებაზე მე დავწერე სტატუსი. ანუ სიგიჟე ხდებოდა ჩვენს ბაბლში, ვერ გამიგეს, ჩამქოლეს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ სწორი იყო ეს, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა მრავალწლიან გამოცდილებაზე იდგა. ჩვენი ურთიერთობა ბევრ წელს ითვლიდა, ჩვენ ერთად გვიმოგზაურია, სალმანო ჩვენ არ ვიცი და შესაბამისად მოკვდა, გარდაიცვალა. ეს ის კი არ არის რომ მიგზავნიდნენ პოლიტიკურად რა განცხადებები გააკეთა, როგორ გააკეთა, რა გააკეთა, გავიგე, მაგრამ გარდაიცვალა, ანუ ხო არის რაღაც რის იქითაც და აი ის რომ მოკვდეს ახლა არ მინდა სახელების ჩამოთვლა ცოცხალ ადამიანებზე, ეს რომ მოკვდეს იგივე სიზამ, ეს რომ მოკვდეს იგივე სიზამ არის. ბექა იყო ერთი ყობახიძე ბიჭი, რომელიც რაღაც მუდმივად არაფხიზლ მდგომარეობაში იყო და არასიფხიზლითაც გარდაიცვალა. სწორად ვამბობს ახალს ბექა? გოცირიძე, ბექა გოცირიძე მგონი. რომ ნახოთ მისი ჩართვები, ჩემზე რეებს მეტყველებდა სიცოცხლეში ეს ბიჭი, ანუ სიგიჟებს, ყველანაირი შეურაცხყოფა. ანუ მე ამბობენ რომ ნანუკამ გაუპატიურება და ნანუკამ კი არა დააბრალა ვიღაც ემიგრანტმა დაწერა, რომ აქედან იმიტომ გაიქცეოდა, ჩემ გვერდზე დაიწერა ეგ და დაწერა და მოხდა ჩემ გვერდზე ტირაჟირება ამისი. საერთოდ და რო აზიარებ ვიღაცის სტატუსს. და მე ხო რომ მიხვდებით რომ კაროჩე რომ ფიქრობ რომ ეხა ისეთი ამბავია რომ მოდი თვითონ გაარკვიან და რომ გაიწევი გვერდზე ეგ მომენტი იყო და ჩემზე სიგიჟებს მეტყველებდა მართლა აი კაც რო არ ეკადრება რა ბიჭს ეგეთი ტერმინოლოგია გოგოსთან მიმართებაში არავისთან პოლიტიკურ ოპონენტს მნიშვნელობა არ აქვს და რო გარდაიცვალა ვერ გამეხახა აი რა კაია რო გარდაიცვალა ან რა უნდა ვთქვა რომ საფლავს უნდა შევეხო ან რავი ძალიან ცუდია რო გარდაიცვალა ძალიან სამწუხაროა რომ გარდაიცვალა. უნდა იცოცხლა, იმიტომ რომ იყო ძალიან ახალგაზრდა. გასაგებია კიდევ მოსვრიდა სოციმედიას, კიდევ ჩემზე საშინელებებს იტყოდა, მაგრამ ეს ხო არ არის საკმარისი არგუმენტი იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილი მინდოდეს. ანუ ხო სიგიჟია ხალხო. ანუ ბექა გოცირიძის სიკვდილი ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ახალგაზრდა ადამიანია და მგონია რომ ჩვენ ერთმანეთის სიკვდილი არ უნდა გვიხაროდეს. ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა გვიხაროდეს. კიდევ ერთხელ ეხლა ამ ბექას შედარება იმიტომ მოვუყანო, კაი ბასლასთან მე ურთიერთობები მაკავშირებდა და მე ვიცი ბასლას სიბრაზე რაზე იდგა. ძალიან პერსონალურ გამოცდილებაზე იდგა. მის პერსონალურ გამოცდილებაზე ძველ ხელისუფლებასთან. მას ჰქონდა მისი პერსონალური ბრაზი. სამართლიანი ბრაზი ჰქონდა. მეორე საკითხი ამაზე უნდა გადაებიჯეს, უნდა გადაემუშავებინა, არ უნდა გადაემუშავებინა ხა. აუ ყველა ერთად არ ამუშავებს არც ბრაზს და არც წყენას. მაგრამ ეს ბექას მაგალითი იმიტომ მოვუყანე, ეს ბექა ხო მე შემეხო, ძალიან ცუდად შემეხო, ძალიან ცუდად მეხებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ვამბობ, რომ ძალიან სამწუხაროა რომ გარდაიცვალა, იმიტომ რომ იყო ძალიან ახალგაზრდა.
და მეორე კითხვა, მაია ასათიანის კომენტარი. მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც. არ იყო ადვილი ის რომ მტრად აკირჩევს. როგორ გამოიხატება მტერი ნანუკა და როგორ გამოიხატებოდა იმ პერიოდში მაია ასათიანისთვის? ბიჭო, მგონია რომ ძლიერი ტიპი ვარ მტრად. იმიტომ რომ ვერ დამღლი, იმიტომ რომ ვერ გამაჩერებ, ანუ რის თქმა უნდა, ადამიანებს ხო რაღაცები აძლიერებთ ცხოვრებაში. მე მაძლევს წინააღმდეგობა. თუ წინააღმდეგობას არ მიწევ, ანუ ძალიან მოსაწყენი ხარ რა, ანუ თუ ყველაფერი კარგადაა, თუ ყველაფერი მშვიდადაა, თუ არაფრისთვის არ ვიბრძვი, თუ ყველაფერი მაქვს, მაშინ აი სუქთები, ვუშნოვდები და თუ მაგალითად რაღაცისთვის ვიბრძვი, რაღაც უნდა მოვიპოვო, რაღაცები, მაშინ გამოვიყურები ძალიან კარგად, ანუ ძალიან მაძლიერებს და შესაბამისად მგონია რომ არ ვარ მარტივი. როდესაც მტრად არ ვიცი რამდენი სწორი სიტყვა მაესტერი ცხოვრებაში არ ყოფილა, მაგრამ კონკურენტი ალბათ რა. და თუ მაგ ნაწილში, არ ვიცი როგორ თქვა, მაგრილში ვარ შენთან მიმართებაში, მგონია რომ ყოფილ ხართ კონკურენტები? ძალიან, მე და მაია ვიყავით დანასისხლით როგორ თქვა. ძალიან კონკურენტი. ნახე რატო, იმიტომ რომ მე დღეს ასატელევიზიო სფეროში, ჩემს ნაწილში კონკურენციას ესე არ მყავს კონკურენტი. იმიტომ კი არა რომ არა მყავს, ყველაფერი გავაკეთე რა. ყველა შეკითხვა დავსვი, გავფრინდი, ჩამოვხვდი, გადავხვდი, აკლემებზე ვიარეთ, თვითფრინავ, აი ყველაფერი თვითფრინავი სტუდიაში მყავდა ხახნა, რაღა უნდა გავაკეთო, ხა ბინები გავაჩუქეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, აი ნანუკას შოუ ეთერში არის 17 წელი. 17 ხახნა, 17 წლის ბავშვები დღეს ამ ხელისუფლების ამ ქვეყნის გადასარჩენად იბრძვიან. შესაბამისად, ანუ ერთი ანუ ძალიან დიდი დროა რა. შესაბამისად აი რაღა უნდა გავაკეთო და ვუყურებ ამათ როგორც ტყბები აი ვიღაცები. ჩემ ფავორიტი მყავს, რომლებიც მიყვარს და აი ნათია თოქსი. ჩემი სიყვარული გოგოა. ეს შეგრძნება უფრო მტანჯავდა, რომელიც აქამდე მქონდა ხელშეუხებლობის. ხო, წარმოიდგინე ყველას იჭერენ შენს ირგვლივ. ერთ-ერთ სტუდენტ ჩემს ფავორიტ უსაყვარლეს ბავშვს შეწერა სტატუსი. ვინმე დარჩითო, ვინც ციხეში არ ყოფილხართო. და აღმოვაჩინე რომ მე ხო იცი გვერდზე რო იხედები რომ ვაიმე ვინმე სხვა ხო არ დარჩა და რო აღმოჩენ რომ არა, ვინ და შენ, აი ის ბავშვები ხა, მაგალითად აი ჩემები სამ-სამჯერ არიან დაჭერილები, სულ ყველა. ვინც არის უმრავლესობაზე, ვინც არ არის ჩემებად ბევრს თვლი. და შესაბამისად და შენ არც ერთხელ, ანუ სხვა რამე ქვია მაგას. და უცებ რო აღმოაჩენ რომ შენც იქ ხარ სადაც ყველა შენიანი, კაია რა. ნანუკა ხშირად სხვათა შორის ძალიან მომიხდა საკანში როგორი საწოლიც იყო. მაგრამ მე მაგ თიაქარი და აღმოვაჩინე რომ თურმე მაგარი დასაწოლი თიაქარშველის. ისე კარგად მეძინა. ვის ნახევარზე ვიძინებდი და სანამ ცვლა არ იყო ეტაპის, მანამდე მეძინა. ანუ ზოგი ჭირი მარგებელია. ხშირად ჩემი ოპონენტები ამბობენ რომ შენ ხარ აქციების ორგანიზატორი. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას? აქციის ორგანიზატორი არ ყავს. ამ აქციას ერთადერთი ორგანიზატორი ყავდა თავის დროზე. ეს იყო ირაკლი კობახიძე მისი განცხადებით და შემდეგ ამ აქციის ნებისმიერ შემთხვევაში სტრუქტურა, სადაც აი ერთი ტიპი ან ორი ან ხუთი ან 10 ორგანიზატორის შემთხვევაში 10 გააქრობ და ამბავი ქრება. ეს ამბავი რატო არ გაქრა? იმიტომ რომ არ არსებობს არავინ ზემოთ. და შესაბამისად ვერაფერს ვერ სპობენ. იმიტომ რაღაცა სოყვებივით ამოდის ეს ახალ-ახალი ხალხი. აი რუსთაველზე რომ გადიხარ, აი მაგალითად ერთი თვე თუ ნამყოფი არ ხარ და გადიხარ, ერთი თვე ძალიან დიდი დრო, ორი კვირა. თუ არ ხარ ნამყოფი და გადიხარ, ვახ, ვიღაც ახალი სასწავლები ხო ფიქრობ, ეს ხალხი ხო აქ არისო. ანუ როტაცია მოქალაქეების და ამიტომაც არის ის რომ ვერ დაასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან აქტიურად ხარ ჩართული აქციების თემებში, საკმაოდ არა ერთფასოვანი დამოკიდებულება აქვს შენს მიმართ ოპოზიციას. აი და ვუბრუნდებით საბას სიტყვებს ძალიან კარგი რაღაც გითხრა, რომ შენ ებრძვი ახლა არა მხოლოდ კოცებს, არამედ ჩენებსაც კი. აი ძალიან სწორია და მადლობა საბა ამისთვის. რატომ მოხდა ასე, რომ აი დღეობით საქართველოში ოპოზიცია ასეთი გახლეჩილია? არ ვიცი, ძალიან რთული შეკითხვაა. მაგრამ ჩემი აზრით რაღაცები შეიცვლება დროთა განმავლობაში 2028 წელი მოდის. და ჩემი აზრით რაღაცები ძალიან შეიცვლება. მაგალითად ის რომ გადაფასდება, გამოჩნდება, ეხა წყალი არის ამღვრეული, ჩემს კიდევ უფრო მეტად უნდა აიმღვრეს, ეს ჯერ კიდე კარგად არ ამღვრეულა და შემდეგ დალაგდება. სხვა ოპოზიციის ლიდერებს რატომ აქვს ჩვენს მიმართ ასეთი, როგორ ვთქვა, არ უყვარხარ ბევრს. ხო. აი რატომ?
შეიძლება ვთქვა, არ დაგაცდი პასუხს და ვთქვა, რომ ეს არის იმიტომ, რომ მიშისტი ხარ. შეიძლება მთავარი ფაქტორი ალბათ ეგ არის. მიშას ფაქტორი არის მთავარი ფაქტორი, კი. და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ალბათ არის ის, რომ ბიჭო უყურებენ, რომ რაღაცა ტიპის სტაბილურად რაღაცა ტიპის ნიშა გაქვს რა. რომელიც სტაბილურად სულ არის და ეს ნიშა რაღაცნაირად არ მოარღვია არაფერმა. ჩემი აზრით ესეც არის რა, რომ უნდათ რომ მოირღვა. ძლიერი სუბიექტად აღმოქვავენ ალბათ. ერთ-ერთი ინტერვიუში გაქვს ნათქვამი, რომ არასდროს არ დამიმალავს, რომ მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მეგობარიო და მიშისტიო, თუმცა ახლა გაბრაზებული ვარ მასზეო, იმიტომ რაც დამართა ნაციონალურ მოძრაობასო. რა დამართა? ნაციონალურ მოძრაობაში ეს რაღაცას მუდმივი турბულენტობა, მუდმივი ცვლილება, მუდმივი თავმჯდომარეობა, მუდმივი გაწია, მუდმივი ვჭიდავთ, მუდმივი ანუ და მე რაღაცას როცა რაღაცას ანგრევს, ნახევრად არ უნდა აშენო რა. და მე მგონია რომ მიშას ახლა იყოფა რაღაცნაირად სწორი გადაწყვეტილების ძალა, რომ რევოლუცია მოაწყოს საკუთარ პარტიაში. ახლა? ხო. როგორ გამოიყურება რევოლუცია ნაციონალურ მოძრაობაში? ნაციონალურ მოძრაობაში რევოლუცია გამოიყურება ნახე როგორ. რომ დაანგრიო ყველაფერი. ანუ ყველა გაყარო. არა, სწორია, რა თქმა უნდა გაყარო კაცო. უბრალოდ დაანგრიო სტრუქტურულად რაღაცა ამბები და თავიდან ააშენო. მიშა როგორც აკეთებდა, მიშას თავარი პლუსი რა იყო, ბნელ ადგილებში სინათლის კაც. მიშა იყო ტიპი, რომელიც მოდიოდა და ანგრევდა თან აშენებდა. მიშამ ხო აშენა. ძველი დაანგრია და ახალი აშენა. აი იგივე მიშა უნდა დაბრუნდეს რა. უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. აუცილებლად. რასია ლაპარაკი? ჩემთვის საკითხი ასე დგას. მე ესე უყურებ საკითხს. ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა საპერწორი არის მიშა. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა, როდესაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა შვის ხარესაც შენ ხარ, დგას და იბრძვის ცოტა სხვა ღირებულებებზე, ვიდრე მიშა და მით უმეტეს ბიძინა. სწორია, კაცო, ახალგაზრდებს თავიანთი დღის წესრიგი აქვთ. და უნდათ მიშა. ზოგს კი, ზოგს არა. მეგობრებო, ვიღაცებს უნდათ, ვიღაცებს არა. ჩვეულებრივი პროცესია ეგ. მაგრამ მიშა უნდა გახდეს ისეთი მიმზიდველი და ისეთი მომხიბვლელი უნდა გახადოს მისი ხუთიანი, რომ ბევრს მოუნდეს მასთან და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. უმრავლესობის ბავშვებს მოუნდებათ მიშასთან. არ გვისაუბრია ჩვენ ამ თემაზე. უმრავლესობის ბავშვებს გადაცემა ლუკასთან რომ მქონდა ძალიან მომეწონა გადაცემა. ხო, კრიტიკული კითხვები აქვს უყურებ? ძალიან და მეგობრებო აუცილებლად ნახეთ. ჩვენ მქონდა წინასწარ მოლაპარაკება. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ ვართ ოჯახის წევრები. იმ პლატფორმაზე ვისაც ხარ ჩვენ ერთად ცხოვრობთ, ჩათვალეს უყალა, ერთად ჭამთ, ერთად ვცვამთ და ერთად ვართ. ხო გითხარი რომ ჩემო შვილების გმანასვალს რო სხვი შვილებია ვიყვანე. და ეგ ნაწილია ეგ. და შესაბამისად როგორი ამბავია იცი რომ ჩვენ წინასწარ შევთანხმდით რომ არაფერს არ გავივლიდით, რომ ეს ყოფილიყო ბუნებრივი. და ვუთხარი რომ ერთადერთი თქო ერთადერთ რამეს გთხოვ თქო. ჩვენ ახლა პირაცირცეში ხო ბევრი რამე მომიყოლი ამ ბავშვებისთვის მე და ჩვენ პირაცირცეში რაც გვისაუბრია თქო მე და შენ და შენ ჩემ რაც გაგიგონია მაგის გამოყენება რომ მომიყოლია ერთადერთ რამეს გთხოვ რომ ეგ არ გამომიყენო ეთერში თქო. დანარჩენი საჯარო სივრცეში დამარისერჩე და საჯაროდ რაც მithkoms იქიდან და პირადში რაც მithkoms დაივიწყე თქო. აი თითქოს არც მithkoms თქო. და შემისრულა ეგ პირობა. მე მითხრა ეგეთ რამე რომ მე შენთვის ამაქო რაღაც შენახულიო. და თუ ჩავთვლია რომ დიალოგი სწორად არ მიდისო, ანუ შენო ცოტა უფრო შენსკენ კაჩავს აბანსო, მაშინ იმ რაღაცას რო გამოვიყენებ. ეგ იყო ვიდეო? ხო. მეც მაქვს ვიდეო, სხვა შორის ლუკამ დამასტრო ეგ ვიდეო მეც მინდოდა მე ჩვენ. ოღონდ ყოველთავად გითხრა რომ საბანი ჩემსკენ არ წამიღია. და მაინც მაჩვენა. აი ეს არის თაობა. გეტყვი რატომ გააბრაზე მიშას თემით. აი როდესაც დაიწყეთ მიშაზე საუბარი, სახე შეეცვალა ლუკას. მართლა სახე შეეცვალა და ლუკამის რომ მემიჩისტი ვარ. და ბოლოში ისე დაიმშვიდობ ერთმანეთს, შენი რეპლიკა მომეწონა, რომ ერთია შეხედო რანაირად დამემშვიდობაო. იმარს ხარ ნანუკა გავიდეს და მე კი ბატონო, ვიდეო ვახსენეთ და მინდა გაჩვენო ერთი ვიდეო. მიდი. ამ ბოლ დროს ესე იგი ყველგან ვიდეოები მხდება. კი. შენი აზრით ხვდები რომ ვიდეოც გაჩვენო. ბერა? ბერა ბიძინა. ლუბო უსპენსკაია. რომელი წელია? 2009 თუ 10. ლუბო უსპენსკაია ამ დროს ცხოვრობს ამერიკაში.
არის წასული რუსეთიდან საკმაოდ წვავე პოზიციების გამო და მაგალითად სამაშა არის ეპიზოდები და ცხოვრობს ამერიკაში წლების განმავლობაში ემიგრაციაში თავისი კონკრეტული მოსაზრებების გამო მე მაპატია თუ ლუბოვის სპენსკაიამ ამ ბოლო დროს გადაწყვიტა რომ პუტინის არ ვიტყვი ხა სიტყვით მაგრამ ვაზელინით იმიტომ რომ მე შემდეგ შიდა ამბებ რა იყო ალა პუგაჩოვი რა წავიდა გარეთ ლუბამ ჩათვალა რომ ეს იზრუა რომ თვითონ უნდა გამოიყენოს ეს პლატფორმა დიდი და შევერესოდეს ვერ გახდება ალა ლუბა რა თქმა უნდა მაგრამ შესაბამისად ის გავიდა და გადაწყვიტა რომ მაშინ ცოტა უფრო ადრე მაგრამ მაშინვე დაბრუნდა რუსეთში და ისევ და ეხლა არის პუტინის მეხოწობე აი საოცრად ისეთი ჩემს ეს დავიწყოთ იქიდან რომ მე რუსულად სიმღერებს უსმენდი 2008 წლის შემდეგ კი ახლაც უსმენ ზენფირას უსმენ გიჟდები ისე მიყვარს აგუწინს ვუსმენ ჩემ ბავშვობის ნოსტალგია თუ მინდა ხომ ვღადავ ხო აი წყალტუბოში მივდივარ თქო აგუწინის მოსმენის დროს აი მართლა რაღაცა ნოსტალგიური ამბები ხო ხა ესე არ ზენფირას ვრთავ განწყობების მიხედვით ჯერ გიჟდები თვითფრინავში სულ მაგას უსმენ მაგრამ საკმარისია ჩემს ბავშვობის რაღაცა გადაკვეთა მქონდეს იქ აუცილებლად უსმენთ აგუწინის ორ სიმღერას რომელიც ძალიან ჩვენი ბავშვობა ანუ რის თქმა უნდა იცი რომ მე არ უყურებ საკითხს ესე რომ აუცილებლად ყველაფერი რუსული ცუდია ერთადერთი მანდ ნაკლი რაც არის გოიმობა შეიძლება ეგ ჩამითვალო ნაკლად რომ აი ნუ ლუბაც გოიმობა და აგუწინის რაღაც სიმღერებიც ორი სიმღერა არ არის გოიმობა ჩემი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ტაჩია მაგრამ აი მას რა უყურებ ერთადერთი იმიტომ ვიქრინჯები რომ აი გოიმობა თორე იმის იქით შეიძლება ვთქვა რომ სხვა დრო იყო მაშინ ანუ 2011-ია როგორც ხო 11-9 მახსოვდა მე ანუ მაგალითად სიტყვაზე ლუბა ის არ ყო ალა პუგაჩოვას ეს ბოლო სიმღერაც უბრალოდ სხვა ჟანრშია და არა თორე რავი ჩაოლებრივად მოусვინა მაინტერესა და რა შექმნა ამას აქში ამ ხალმა როგორი რეაქცია ქონდათ მაშინ დღეს არ მაინტერესებს ეს რამდენი წლის ვიდეო აი მაშინ როდესაც 2008 წელი უკვე მომხდარი იყო არ ქონდათ არანაირი რეაქცია კიდევ ერთხელ ამბობ აი მე რო ეხა ზენფირა ჩავწერო და ინტერვიუ ჩავწერო ხო არავინ არაფერს არ იტყვის პოლიტიკურ კონტექსტს ხომ მნიშვნელობა აქვს რა პოზიციას ირჩევს ის ადამიანი ვინც შენთან არის ეთერში ხო და ახლა მივდივარ მთავარ კითხვასთან რა არის განსხვავება დღეს როგორც ვართ განწყობილი რუსულ კონტენტის მიმართ რუსებზე და რა ხდებოდა მაშინ ახლა ჩვენ ჩემი განწყობაც მაშინაც და ახლაც არის ერთი და იგივე გააჩნია თუ ვინ არის რუსი ეხლა მაგალითად მე ფსიქოლოგიას სწავლობ გეშტალტის თერაპიას სწავლობ გავდივარ ინსტიტუტში და ჩვენი ერთ-ერთი სპიკერი ვინ ჩამოიყვანეს იყო რუსი და პირველად რომ გავიგეთ რომ რუსი იყო ყველას დაგვემართა რაღაცნაირად ის და ანუ ჩვენზე ანტიპუტინისტი იყო მაგალითი მოიყვანა თქვათ პუტინი მოკვდა წარმოიდგინე მაგალითი მოიყვანა რუსმა თქვათ დავუშვათ რომ პუტინი მოკვდა რაღაც მის მაგალითის რას და ჩვენ აქედან ყველა მუთხრეთ რომ აი უკრაინელი უნდა იყოს შენ რუსი კი არა ანუ გააჩნია კონტექსტ რუსეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი წავიდა იდევნება პოლიტიკური პოზიციის გამო ანუ მაშინაც ასე ვხედავდი და დღესაც ასე ვხედავ ანუ ლუბა დღესაც რომ ამერიკაში ემიგრაციაში იყოს ანუ არც ეს სიტყვას უკან არ წავიღებდი გარდა იმისა რომ დავამატებდი რომ ნუ გოიმობაა რა მაშინაც გოიმობა იყო ეხლა გოიმობა რა მე ძალიან ბევრ გოიმურ სიმღერას უსმენ იმიტომ რომ გააჩნია რა ხასიათზევა რა ანუ ჩემი ქართულებსაც კი ქართულებსაც რომელია ყველაზე აი მაგალითად გიჟდები არ წახვიდე არ დამტოვო ხო იცი აი რომ სულ ჩემთვის ყველა აი რო დავლევ ორჭიქას გიჟდები ეგეც სიმღერას არ გიჟდები ფანოხზე და ეგეთ გართობაზე ანუ ჩემი გართობა თუ მინდა რომ გავერთო არის ქართული სუფრის ფანოღური სიმღერები შენი საყვარელი სადღე გრძელო აუ ესე არ მაქვს ჩემი მეგობარმა მასწავლა ეხლა გაუმარჯოს რაღაცა ყველა იმ ანუ არ მახსოვს დაუმახიჯებ კონტექსტ კაი არ გავიმეორებ კეთილ დაუბრუნდეთ შენს გადაცემას რატომ არის დღეს წარმოუდგენელი რომ აი ლუბა უსპენსკაი ჩამოყვეთ კაი ლუბა არა ალა პუგაჩოვი არ არის წარმოუდგენელი მე ძალიან მინდა რომ ალასთან ინტერვიუ ავიღო თანამემამულეები ხო კიპრზე ცხოვრობს და ისიც კი ვიცი სად ცხოვრობს და ძალიან მინდა ალასთან ინტერვიუ რას ამბობ მე ხადავები ძალიან ენაზე საუბრები იცი რა ალბათ თარჯიმნით იმიტომ რომ მე როგორც ვიცი ინგლისურად არა და ამიტომ თარჯიმნით რუსულად არ საუბრები რატომაც არა შეიძლება რომ ეგ დაუშვა მაგრამ ალბათ ამ ქვეყნის უმრავლესობას არ მოეწონებოდა და ამიტომ მე პატივსცემ ამ ქვეყნის უმრავლესობას ვახლოვდები ინტერვიუს დასასრულს და თემა რომელიც უნდა გკითხო
რა ხდება სახელ ნანულას გარშემო? გიშდები შემაყვარეს, ხო იცი ეს ნანულა ისეთი საყვარელია. ისეთი საყვარელი ნანულა. ჯერ ეს დავიწყოთ და გოიმობა რა. აი მართლა სიტყვა გოიმი რას ნიშნავს რომ მკითხავ, გეტყვი რომ ვინც სახელს ყრინობით ფორმაში იყენებს. ეგ არის გოიმი. ხო ამდენი ხანი ვერ ხსნი ამ გოიმობას რა არის. აი ეგ არის გოიმი. მაგრამ მართლა ვერ ვხვდები, რაც არ უნდა გერქვა შენ. არ ვიცი რა აღარ ქვია, ბიძინა ქვია, ჯემალი, ანუ ნიშნულობა არ აქვს რა. არ აქვს სახელს, როგორ შეიძლება რომ ყნინობით სახელს. ამას რო აკეთებს ხოცი, ნინო ჩხარკავა. აი, ოკეია რა. ნინო ჩხარკავა, ის ნინო ჩხარკავა, რომ მაგ ლიგაში უნდა ითამაშოს და ეგერე უნდა ილაპარაკოს და ეგრე უნდა. მაგრამ თამარ ჩერკოლეიშვილმა რო იკითხა, ისწავლა, იშრომა. ხო იცი ეს რა რამდენი იკითხა, რამდენი ისწავლა და მაინც რა ჩერგოა. აი ეგ არის აი თამარ მართლა მგონია რომ ამ გოგოს წმინდა ინტელექტუალური შიგთავსი ამას არ უნდა აკეთებდეს რა. იმიტომ რომ არ უნდა გეძახდეს. ეხლა იმ დღეს იმედმა დადო ჯგუფში ჩააგდეს, აი ჩემი და ლუკას გადაცემა რომ გავიდა, ჯგუფში ჩააგდეს ქარდი, იმეც უდევს ნანულა და მიცი ხელის ბიჭი და ბეუნები რომ ტროლია თქო, ეგ თქო, იმედი მაგას არ გააკეთებდა თქო და შევიდა მე მეორე ის უმრავლესობის ჩატში განიხილება. არა, იმედს უდევს და არ მჯერა ხალხნო თქო. იმედის მაგას არ იმედის სოცმედია ნანულა და დოყონ ესე ნანულა და მისი რაღაცა. და მეთქი არ არსებობს ხალხო, ამას არის ზამდნენ, ანუ გავიგე რომ იმედია, მაგრამ იმედიც ამას არის ზამდა მეთქი გეშლებათ რაღაც რა. და შევედი და უდევს. ანუ შალვა რამიშვილის ტელევიზიას დაემსგავსნენ. ანუ ხوارი რომ გასაგებია რომ იმედი ხარ, მაგრამ რაღაცა ტიპის სოლიდურობა ხوارი რომ არ კარგავ რა. კი გავიგე რომ რუსი ხარ, გავიგე ყველაფერი სანქცირებული ხარ, ყველაფრის მკადრებელი ხარ, მაგრამ რაღაცებს მაინც არ კადრულო. ანუ ვერ აი სიგიჟე იყო. ვერ ხვდებოდი ზოგადად საიდან დაიწყო ეს თემა ამ სახელის გარშემო. არ ვიცი, კრინობით ფორმაში მომიხსენია, მე მგონი პირველად შერგომ დამიძახა. წარმოიდგინე და მიბაძეს ქოცებმა, აი რა სიგიჟეა? რა მაინტერესებს, აი წარმოიდგინე თქვენი დუეტი, როგორი ძლიერი ქალები ხართ ორივე. აი რატომ ვერ არა, არ წარმომადგენინო ხა გეხვეწებ თამართან დუეტი. ნაწყენი ხარ, არა, არ ნაწყენი კი არა ვარ, ანუ არა. არ მესიამოვნებოდა. არ ვთვლი, არასწორი ღირებულებების ქალად ვთვლი. ჩემი გადაცემის ბოლო კითხვა. გისმენ. რისი გეშინია? ზოგადად მე ბევრი შიში დავძლიე, სიმაღლის შიში დაწყებული, სიკვდილის შიში დამთავრებული, ჩემი შვილების შიშით და ჩემ თავარი მენტალური პრობლემებიც მაგიდან მოდიოდა. და ამ შიშებს მუდმივად ვებრძვი და არ არის რომ შიშები არ მაქვს. ადამიანების დაკარგვის მეშინია რა. ადამიანების დაკარგვის ძალიან მეშინია და სულ ვცდილობ რომ მანდ არ მივიდე ხოლმე რა, არ მიყვარს, ძალიან არ მიყვარს. მიწის დროსავით არის რა. აი სულ რომ მესამე, მეოთხე რიგის ადამიანი დავკარგო, ის კი არა პირველი რიგის ადამიანი, მესამე, მეოთხე, მეორეზე არ გელაპარაკები. განვიცდი რა, ძალიან განვიცდი. შემიძლია რომ დავწვე, ვიწვე და ბნელოდეს ოთახში და არ მიყვარს. დიდი მადლობა. მადლობა შენ, იმედია საინტერესო იყო. ძალიან